ინგლისურად სიტყვა ნაგლი, ქართულად უფრო თავხედი შეიძლება სხვადასხვანაირად ითქვას. მაგალითად, პირველი ეს არის insolent. იგივე თავხედი, როცა ადამიანი თავხედურად იქცევა. მაგალითად, I don't like your insolent behavior. მე არ მომწონს შენი თავხედური საქციელება. შემდეგი, cocky. ეს უფრო აღნიშნავს ისეთ თავხედს, რომელიც თან თავდაჯერებულია. მაგალითად, he was so cocky he walked up to me easily. ის იმდენად თავხედი იყო, რომ ჩემთან ადვილად მოვიდა. შემდეგი, entitled. ეს სიტყვა განსაკუთრებით უყვართ ამერიკელებს და აღნიშნავს უფრო ისეთ ადამიანს, რომელსაც გონია, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის და ყველას მისი ვალი აქვს. მაგალითად, the customer acted so entitled that he asked for a discount. პირველი ისეთ თავხედი იყო, რომ მან ასაკლება მოითხოვა. და ბოლო სიტყვა, pushy. ეს თავხედთან ერთად არის ისეთი ადამიანი, რომელიც სხვის პირად საზღვრებს არღვევს. მაგალითად, stop being so pushy with your advice. ანუ twins ბურღავ რა შენი რჩევებით. კიდევ that salesman was so pushy. ის გამყიდველი ისეთ მიმწოლი იყო, რა twins ბურღავდა. მოკლედ, დაიმახსოვრე სიტყვები და დასკვნე.